გამოწვევა იმისა და მოთხოვნილება, რომ არსებობდნენ ცვლები დამყარონ იგივე სხვა მეწარმეებთან და სწორედ პირება და 100%-ით იმ ბიზნეს მოხმარდება რა ბიზნესთვისაც კოოპერატივი. ეს მიმართულებები სოციალური სამინისტროს სპეციალურ ღონისძიებების შესახებ, რომელიც უკვე დღემდე განხორციელდა, მათ შორის არის პირველად შემოსავლის დასწროს. ამასთან ერთად მარტო ეს ამის ნახე ეს არის ნებაყოფლობით თუ ანუ შედარება სამწუხაროდ ყოველთვის ხდებოდა. ჩავატარეთ ამავსებით კომიტეტის გასულმა კარგი ტრადიციას ჩაუყარეთ სამშობელი ჩვენვაპირებთ შემოვიარეთ მთელი საქართველოს ყველა რეგიონი დავიწყეთ კახეთი ვინაიდან კახეთი არის ერთ-ერთი ძირითადი რეგიონი სოფლის მეურნეობის აქტივობების კუთხით შემდგომში ვაპირებთ ასევე ჩავიდეთ ქართლში, აჭარაში და ასე შემდეგ საქართველოს მოსახლეობას შევხვდეთ ჩვენს მოსახლეობას, ფერმერებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, გამგეობების და საგრებულოების წარმომადგენლებს და უშუალოდ ადგილზე მოვისმინოთ იმ პრობლემების შესახებ, თუ რა საჭიროება არის ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ან განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც უამრავი ძალისხმევა და თანხმობა სახელმწიფოს მხრიდან ესეკუთვნება. პიროვნად ამჟამად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, ფაქტობრივად დასრულდა დასრულების ფაზაში და ამის შედეგები როგორი გვაქვს, ასევე მელიორაციის საკითხები არის ძალიან აქტუალური, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით მელიორაციის კუთხით და კონკრეტულ რაიონში თუ რა პრობლემა გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვენი ძირითადი მიზეზი აქ ჩამოსვლის. ასე მიმდინარეობს საკონსულტაციო კომიტეტის სტუმრად ქალაქ თელავში მნიშვნელოვანი არის ძალიან როგორც რაიონის გამგეობის რაიონის ხელმძღვანელობას ეძლევა საშუალება დააყენონ პრობლემების საკითხები, რაც საპარლამენტო მუშაობის პრეროგატივა არის, ასევე გუბერნატორის ადმინისტრაციას ეძლევა საშუალება და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მოწვეულებს ფერმერები და ფერმერებს უშუალოდ შეეძლებათ გაუშვანის კითხვები და ის პრობლემები, რაც რეგიონში რეალურად არსებობს. იმისთვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები გამოიწვიოს ამ პრობლემების ამოქმედების. დიდი პრობლემა დედოფლის ხავის რაიონში არის აუდაბუნების პროცესი დაიწყო და მიმდინარეობს. აუდაბუნება თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერთადერთი საშუალებაა დაუშვის პირდაპირ მელიორაცია. აწმოვანება უნდა მოხდეს. ალბათ საკითხი დადგება, უფრო მეტი პრობლემა მიეცეს მელიორაციას. მთავრობა რას აკეთებს იმისათვის, რომ ფერმერმა წამოიჭიოს ლეხმა ხლები გაშალოს, მაგრამ ერთადერთი ძირითადი პრობლემა რაც უშლის ხელს ყველაფერი ამის განვითარებას არის მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება. აი მაგალითად ჩვენ გადავწყვიტეთ 10 ადამიანმა კოოპერატივის ჩამოყალიბება. მიდგა საქმე მიწის დარეგისტრირებაზე. ესე იგი შუამდე მივიყვანეთ საქმე, მაგრამ იმდენი პრობლემა შეიქმნა, მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რომელსაც უნდა კანონის თანახმად 12 სამუშაო დღე და სულ 43 ლარი, გაგვეცელა 6 დღე და 500 ლარი დავხარჯეთ. მე უკვე ესე იგი თავი გავიგე. ანუ ყველაფერი კარგად არის, ეს საკითხია მოსაგვარებელი აქვს.